გუდაურის ზამთრის სპორტულ რუკაზე მსოფლიო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცევა 2025 წლის ზამთრის სეზონზე საქართველოს მსოფლიო თასის ორ ეტაპს უმასპინძლებს, რომელიც კი კროსისა და სნოუბორდ კროსის დისციპლინებში გაიმართება. გუდაურს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ათლეტები ესტუმრებიან. მსოფლიო თასების მოსაპოვებლად იასპარეზებენ სპორტსმენები ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვა არაერთი ქვეყნიდან. სპორტული ღონისძიებები საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციების ეგიდით ტარდება. მსოფლიო თასებს სპორტი და სხვა საერთაშორისო მედიები გააშუქებენ. მაღალმთიანი რეგიონი გაშენებული ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. გამორჩეული ბუნებრივი ლანდშაფტი, ტრასების მრავალფეროვნება, რაც როგორც დამწყების, ისე პროფესიონალების მოთხოვნებს უზრუნველყოფს. წელს 2025 წლის ზამთრის სეზონზე გუდაურში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ათლეტები მსოფლიო თასებისთვის იასპარეზებენ. საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით 28 თებერვალსა და 1 მარტს სკი კროსის მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება. ევროსპორტისა და სხვა საერთაშორისო მედიების პლატფორმებზე მილიონობით მაყურებელი თვალს მიადევნებს ასევე 8 და 9 მარტს ჩატარებულ საერთაშორისო ღონისძიებას სნოუბორდ კროსის დისციპლინაში. 2025 წლის ზამთრის სეზონზე ჩვენ უმასპინძლებთ ორ მსოფლიო თასს, რომელიც გაიმართება გუდაურში. შესაბამისად დისციპლინები არის სკი კროსსა და სნოუბორდ კროსის დისციპლინებში. ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს, უკვე თოვლის წარმოება, ხელოვნური თოვლის წარმოება დაწყებული არის, ეს იმისთვის არის, რომ დავარეზერვოთ მსოფლიო თასებისთვის თოვლი. შესაბამისად ტრასების მომზადებას უკვე დაიწყება უახლოეს მომავალში. ტექნიკურად აბსოლუტურად გამართულები ვართ და მთელი გუნდი არის იმ მოწოდებით, რომ ხარისხიანი და კარგი ჩემპიონატი ჩატარდეს. საერთაშორისო ღონისძიებების ჩასატარებლად სტანდარტების შესაბამისად მიწის სამუშაოები განხორციელდა. სეზონის გახსნისთანავე დაიწყო ხელოვნური თოვლის წარმოება და რეზერვირება. 2024-25 წლის ზამთრის სეზონი საქართველოს მთის კურორტებისთვის აქტიური და დატვირთულია საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებით. 20-21 დეკემბერს ბაკურიანმა მსოფლიო თასის ეტაპს მოგულის დისციპლინაში უმასპინძლა, რაც საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის მხრიდან მაღალი სტანდარტებით შეფასდა როგორც საორგანიზაციო, ისე ინფრასტრუქტურული კუთხით. საქართველოს ფედერაციის გადაწყვეტილებით მუდმივ კალენდარში მოინიშნა როგორც ქვეყანა, რომელიც მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მსგავსი ეტაპების ჩატარება. საერთაშორისო ასპარეზზე ბევრად უფრო კარგად წარმოჩინდება საქართველო. აბსოლუტურად ყველა იგებს საქართველოს შესახებ, რომ შესანიშნავი პოტენციალი არის სამთო სათხილამურო სპორტის მიმართულებით და ზოგადად რეკრეაციულ ნაწილში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ამ ყველაფერმა კი გამოიწვია ტურისტული ნაკადების ზრდა. ჩვენ მეგობრები ისრაელიდან გუშინ ჩამოვედით. საქართველოში პირველად ვართ, ვის სიამოვნეთ აქ ყოფნით. თქვენ იცით რამხელა ემოციებს იძლევა სნოუბორდით სრიალი. მიხარია აქ ყოფნა. მე აქ მეორეჯერ ვარ, კურორტის საკმაოდ შეცვლილი დამხვდა. ახალი საბაგიროები დაემატა, უფრო ხალხმრავლობა. აქ ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის სხვადასხვა ადგილიდან. ტურისტების დაინტერესებასთან ერთად უცხოელი სპორტსმენების მხრიდან გამოიხატა სურვილი გუდაურის ტრასები არა მხოლოდ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობით, არამედ სხვადასხვა დისციპლინებში სავარჯიშოდ მოსინჯონ. მაღალმთიან რეგიონს ემირატების გუნდის 22 კაციანი დელეგაცია ესტუმრა. 6 დღის განმავლობაში სასრიალო ტრასებზე ათლეტები გიგანტური სლალომისა და სნოუბორდ სლალომის დისციპლინებში ივარჯიშებენ, რაც მზადება იქნება აზიაში დაგეგმილი შეჯიბრებებისთვის. მომავალ თვეში აზიის თამაშები გვაქვს. 5 თებერვალს მივემგზავრებით ჩინეთში, რომ წარმოვადგინოთ არაბეთის გაერთიანებული საემიროები. ყოველდღიურად 3 საათი ვარჯიშობთ, დანარჩენი დრო სრიალებთ და ვტკბებით გუდაურის მართლაც გამორჩეული ხედებით. ვიმედოვნებ, რომ უფრო მეტი თოვლი იქნება, თუმცა ეს ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, კმაყოფილები ვართ. გვაქვს ყველაფერი, რაც გვჭირდება. გუდაურში ვიზიტი შესანიშნავია, გაგვიმართლა. ჩვენი გუნდი მადლიერია მაღალი დონის ორგანიზებისთვის. უსაფრთხოება, ტრასების თოვლის ხარისხი. ყველაფერი შესანიშნავია. თავდაპირველად როცა ამ ვიზიტის ორგანიზებას ვიწყებდი, კომუნიკაცია უმარტივესი იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ. თებერვლის ბოლო და მარტის დასაწყისი საერთაშორისო ღონისძიებებით საქართველოს მსოფლიო სპორტულ რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნება.